გუშინ საქართველოს უნივერსიტეტში ვახტანგ ჩხენკელის ხელმძღვანელობით კრიპტო დღე ჩატარდა. კონფერენცია მიზნად ისახავს, რომ შექმნას პროფესიული პლატფორმა, სადაც კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულაცია, აქტივების ტოკენიზაციის პრაქტიკული მექანიზმები, მათი ინტეგრაცია ქართულ ფინანსურ სივრცეში და ის მარეგულირებელი ჩარჩო იქნება განხილული, რომელიც ბაზრის განვითარებას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. კონფერენცია 6 პანელისგან შედგებოდა, რომლებიც როგორც გლობალური და ქართული კრიპტო ინდუსტრიის ევოლუციას, ისე ევროკავშირის რეგულაციებს, ქართულ ბაზარზე არსებულ პრაქტიკას და სხვა დეტალებს აერთიანებდა. დღევანდელი ჩვენი კონფერენციის მიზანია, რომ შეგვიკრიფა კრიპტო ინდუსტრიის პროფესიონალები და გაგვეხილა ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი არის ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში და ასევე ქართული მომსახურების ექსპორტისთვის. ყავს პროფესიონალები სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის საკონსულტაციო, საგადასახადო, ტექნიკური სამართლებრივი, რომლებიც საუბრობენ პრუდენციულ ვალდებულებებზე, დაბეგვაზე, ტოკენიზაციაზე და ასევე ევროკავშირის რეგულაციაზე, რომელიც ალბათ იქნება განსაზღვრელი თუ მომავალში როგორ დარეგულირდება კრიპტო ინდუსტრია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენცია ასევე ემსახურება ჩვენი ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციას და ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ პროფესიონალებმა დააფიქსირონ თავისი პოზიცია, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ინდუსტრია დგას და ასევე შევიმუშაოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები, დისკუსიით და ინფორმაციის და მოსაზრებების გაცვლით. მე თბილისში საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში ვიმყოფები და ჩვენი მიზანია, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩვენი გამოცდილებითა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ლიცენზიებით დავეხმაროთ. კონკრეტულად ეს ლიცენზიები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევთ, რომ შეისწავლონ ბლოკჩეინში ინვესტირება და ამ მიმართულებით თანამედროვე შესაძლებლობებს და სტანდარტებს მოერგონ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია ვითარდება. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ უნივერსიტეტი ცდილობს მსგავსი პროგრამებით თავის სტუდენტებს უფრო მეტი ინფორმაცია, პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობები მიაწოდოს.